ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ისევ მე ვარ ქართველი გეიმერი და დღეს ჩვენ გავაგრძელებთ Minecraft-ს. ეს არის Minecraft-ის უკვე მეოთხე ნაწილი და მე მგონი რაღაც განსხვავებებს ამჩნევთ. დავფიქრდი მე რომ ყოველთვის რომ ვიგებ სახლის აშენებას ძალიან ბევრი დრო ჭირდება და არც ისე საინტერესო არის. ხო და რამდენიმე ხანია გავაკეთე, როგორც ხედავთ, ძროხები ყავს უკვე, სახლი დავამთავრე, შუშების და დამთავრებული სახურავის გარდა კიდევ რა ამჩნევთ განსხვავებულს. ნახოთ. კიდევ უნდა დავამთავრო სახლი, ჯერ ბოლომდე არაა დასრულებული. და კიდევ ფერმა მაქვს. თივა ძალიან ცოტა მაქვს და ფერმა იმიტომ გავაკეთე რომ თივა მაქვს. ხო და кейვშიც ვიყავი 18 რკინა და რამდენიმე ხვალი მომაგროვე და ასეთი რამე შევცვალე სეტინგებში. ახლა გაჩვენებთ, ჯერ მაღალ ადგილს ავიდეთ. ისეთი რამეა, მე მგონი მოგეწონებათ. ავიდეთ. პრინციპში აქეთ. მოდით ჯერ მოვკვდეთ, ასე ვარ, please help me, I'm underwater. მეთქი რა არის თქო. დაქს ვეჯი ვკვდები. მოკლედ გეტყვით პირდაპირ რა, keep inventory ჩავრთე. ოგმა თუ არ იცის keep inventory რა არის, ასეთი რამეა, რომ როცა მოკვდები ან ლავაში, ან სადმე 5000 მეტრის დისტანციაში, მოკვდები თუ არა, პირდაპირ ინვენტორში გაქვს. ინვენტორში გაქვს შენი ნივთები. აქვე ამეყო თივა და ასე. როცა ახლა კითხვა გაქვთ, სად არიან ქათმები. მოკვდნენ. არა, მე არ მოვკალი. ეგრე ვიტყვი, მოვედი кейვიდან. და კრიპერი აფეთქდა და მომიკლა ქათმები. მოდის დართია. ოღონდ ასეთი რამე, კიდევ ერთი ცხვარი მინდა. მხოლოდ ერთი ცხვარი. ფერმაში ხედავთ, ასეთი კარებია და ეს კარები მინდა მოვაშორ და დავაყენო ხალიჩი, რომ მაგაზე ავძვრე. თორემ როცა გააღებ, შეიძლება გაკექცნენ რა, მიხვდით? მოდით ასე გავაკეთოთ. კოორდინატები ჩავრთე კიდევ, თუ ვინმე დაინახა, იმედია ვინმე მაინც დაინახა. კიდევ მინდა ღორების ფერმა. ყველაზე ადვილი ფერმა დასაწყისში არის ქათმების. კიდევ რა დავამატო. კაი, მეტი აღარ ვიცი, კიდევ ფანჯრებს დავამატებ, ეგ ვიცი და всё. და მოიფიქრეთ და
მე რავი მოვიფიქრებ. მოდით დღეს რა გავაკეთოთ. მოდით რა. მოდით ცხვარი ძლივს. ვაიმე მშია შემივარ. და ხუთბათ ეს ცხვარი მოვკლათ. და ახლა გაჩვენებთ რაზე ვიძახი. ან მხოლოდ ამ ერთს მოვკლავ მეტს აღარა. ცხრების ფერმა იმისთვის აი მაგარი რამე უნდა გავაკეთო. აი იმენა უმაგრესი რა, უმაგრესი. გზაში კიდევ ერთ რამეს ავიღებ. და თუ ვიპოვე უცბად მოვძებნოთ. არ დაგავიწყდეთ ისე ვიდეოს არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა. და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა. იმედია რამეს ჭამთ ახლა. Так. მოდი ესა ვიღოთ, ესეც ავიღოთ. არა, ახლა არა. მარტო ესა ვიღოთ. აი ამის გაკეთება მინდა. დავაყენეთ. ეს ხომ დავაყენეთ. და ახლა ვიღოთ ეს. დავაკეთოთ ეს ერთი ღობე. 1 მინუტა და 3 რატომ გაკეთდა და აზრზე არა. ღამდება უცბად გავაკეთოთ. ანუ ასეთ რამეს ვიზახ. მე შემთხვევით დავარ. მოდით რომ არ გაგვეცს. მე ვაიმე ვდები, მე აი არა ვარ რა დროს ურით მიხავდება უკვე ნელ-ნელა. ესენი დავიწყდა ისე. 20 რამდენი ფულის დაკრავთ. შემილია. აი ეს ორი შეავიეთ. მოდით ჯერ. მე გადავებიან, ხო? ადამიანი, დაარეთ. უკვე ღამეა, ღამე თითქმის ეგ არის. ასე. ან მოკლედ ვიღებთ ამ ბლოკს. ვდებთ აქ. ეხავთ ამ კარებს. ვიღებთ. ვდებთ. გაიწიეთ. ოპა, გაძრომას აპირებენ. ოპა. დავსჯო? აღარა პრობლემა. რაღაც ღობე დამედო. და მეგობრებო, მოდით ამ ვიდეოში თუ მოვაგროვებთ 10 ლაიქს მაინც, აი 10 ლაიქი მაინც გეხვეწებით. დაალაიქეთ ვიდეო, დაალაიქეთ 10 ლაიქი მაინც მინდა. და თუ ავედით 50-ზე მეტ გამოწერზე, აი ერთ რაღაც ვიდეოს გავაკეთებ. მაგარ ვიდეოს. კეივში ხმარწოვით, მაგრამ მე მგონი აი აქ რაც კეივია, ის კეივი მთლიანად გავიარეთ. ან ძროხები მყავს ძალიან ბევრი. მოდი
მერე აი ეს რომ გავა მერე უკეთის ფერმა მოკლედ ახალი აზრი მაქვს მეგობრებო მოკლედ ამ ეს ძროხები ხომ ძალიან დიდებია ხო და სულ უნდა გავა უმრავლო და ასე ხო და ავირჩევ აი დაახლოებით ამ ტერიტორიას გავთხრი იმედია ვინმე უყურა ნიკა TMG-ს ლეგენდარულ Minecraft hardcore-ის ვიდეოს სადაც თავისი ძროხების ფერმა იმენა აქ იყო არა მარტო ძროხების და მაგისნაირად გავაკეთებ და ეს იქნება ან ცხვრების ან ღორების ფერმა მოკლედ დღეისთვის საკმარისია მეგობრებო დღეს კიდევ მეოთხე ვიდეო გავაკეთეთ ეს იყო Minecraft-ის მეოთხე ნაწილი არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწირვა და ყველას ნახვამდის